კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. თურქეთი დასაშვებია მოსკოვი გამორიცხულია. ვოლოდიმირ ზელენსკი პოტენციური ორმხრივი შეხვედრისთვის სავარაუდო ადგილზე პირველ კომენტარს აკეთებს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა შედგეს. მან თქვა, რომ ეთანხმება შვეიცარიის და ავსტრიის ვერსიებს, მისაღებია თურქეთიც, რადგან ის ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროპის ნაწილი. უკრაინული მხარე შეხვედრისთვის არავითარ საგანგებო პირობას არ აყენებს, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინას და რუსეთს შორის ჯერ ორმხრივი მოლაპარაკება უნდა შედგეს შეხვედრის შემდეგ უკვე დღის წესრიგში დადგება ის თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს კიევი. თემაზე დისკუსია უკვე დაწყებულია, გამოითქვა ვერსიები, თუმცა ის რაც უკვე მკაფიო ჩანს არის ის, რომ მთავარი გარანტორის როლი ევროპამ უნდა აიღოს, რადგან ომი სწორედ ევროპის კონტინენტზეა. ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ ლიდერების განცხადებებს, ის კურიერის სტუდიიდან გვიერთდება. Თამთა პირველ რიგში უნდა ავხსნათ თუ რატომ დაასახელა უკრაინის პრეზიდენტმა ახლა შვეიცარია და ავსტრია იმ სახელმწიფოებად, სადაც შესაძლოა რომ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. შვეიცარიაც და ავსტრიაც არიან სამხედრო ნეიტრალიტეტის მატარებელი სახელმწიფოები. ანუ ისინი არ ერთიანდებიან არც ერთ მილიტარისტულ გაერთიანებაში, მათ შორის ისინი არ არიან ნატოს წევრები, რომელიც საკმაოდ გამაღიზიანებელი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის. ვიცით ვლადიმერ პუტინის პოზიცია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, ვიცით ისიც რომ ის ნატოს გაფართოებას წინააღმდეგება, ამის პარალელურად ბუნებრივია სხვა ვარიანტებიც დასახელდა, მაგალითად თურქეთი და მისი ქალაქი სტამბული, სადაც უკვე თვეები არას რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს ხვდებიან და ომის დასრულების საკითხზე მსჯელობენ. სტამბული მისაღები არის ორივე მხარისთვის, როგორც კიევისთვის, ასევე მოსკოვისთვის და ამის პარალელურად ასევე წამოიჭრა უკვე ახალი ლოკაცია უნგრეთი. თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარდო ამბობს, რომ ისინი გამოთქვამენ ინიციატივას, ხელი შეუწყონ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და მიღწევას და ნებისმიერ დროს ელოდებიან როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთში იმისთვის, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, დასხდნენ და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე სამწლიანი ომი დაასრულონ. ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ვეთანხმებით შვეიცარიისა და ავსტრიის ტერიტორიას. თურქეთი ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატოს წევრია და ევროპის ნაწილია. უნგრეთში ამ სამიტის ჩატარება მარტივი არ იქნება, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია. ტრამპი დაკვირდა, რომ მისი გუნდი იმუშავებს, რათა ორბანმა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ დაბლოკოს. ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სუვერენული უფლებაა და ამ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაგვიჭერს. ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს კვლავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე არ გამორიცხავს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, თუმცა ვიდრე პირველი პირების აუდიენცია მოხდება ნებისმიერ სახელმწიფოში, მანამდე აუცილებელია რომ გაიმართოს წინასწარი მოლაპარაკებები, სადაც შეთანხმებული იქნება ყველა ის საკითხი, რაზეც ზელენსკი და პუტინი პირისპირ ისაუბრებენ. ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსული მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ შეხვედრის ადგილი იყოს მოსკოვი, თუმცა ამ ინიციატივის წინააღმდეგი თავად ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელიც ამბობს, რომ აგრესორი სახელმწიფოს დედაქალაქში ის პუტინთან შესახვედრად არჩევა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეხვდეს მათ შორის ბატონ ზელენსკის, იმის გააზრებით, რომ ყველა საკითხი, რაც უნდა იყოს ამ დონეზე განხილული, კარგად იქნება წინასწარ დამუშავებული. შედგება თუ არა პირისპირი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ჯერჯერობით უცნობია ისიც, რომელ სახელმწიფოში დაელაპარაკებიან ერთმანეთს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოს ლიდერები. ამ მომენტისთვის ცნობილია ის, რომ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მიიღწეს სამშვიდობო შეთანხმება და შეიქმნას უკრაინისთვის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები. მადლობა, ეს ლუკა ჩანგელია იყო. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მინიმალურ როლს ითამაშებს. ინფორმაციას პოლიტიკურ ავრცელებს გამოცემის ცნობით ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ევროპას მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს კიევში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. ის, რომ ევროპას ლომის წილი ექნება უკრაინის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ განაცხადა ჯეიდი ვენსმა, ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოება და ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, აღნიშნა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა. უსაფრთხოების გარანტიებზე ევროპის
ევროპის ლიდერები უკან არ იხევენ მაკრონის თანახმად საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილმა მსურველთა კოალიციამ მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში უნდა განათავსოს დამხმარე ძალები ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ამას უკვე მოყვა გამოხმაურება მოსკოვიდან. არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ომისა და მკვლელობის შეჩერებას. თუმცა ასევე უნდა დაველოდოთ ევროპას, რომელმაც წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. ამას ელოდება პრეზიდენტი ტრამპიც. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რაფორმაც არ უნდა მიიღოს უკრაინის დაცვის პროცესმა, ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, შესაბამისად, ეს მათი უსაფრთხოებაა. ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესში. ჩინეთი მნიშვნელოვანი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს. დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ დიდი ხანია მოუწოდებთ ჩინეთს გამოიყენოს ეს შესაძლებლობები ომის დასასრულებლად. უტვინო გალიელი მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეაზე. პირდაპირ ითქვა, არანაირი ნატოს ჯარი მშვიდობის მყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი საწყალი ფრინველი აგრძელებს ყივილს, ამტკიცებს, რომ ის არის საქათმის მეფე. საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსეთმა ლვოვზე იერიში მიტანა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. კრემლის არმია ომში მყოფ ქვეყანას დრონებით მასიურად უტევს. რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დაფიქსირდა რაკეტები, რომლებიც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან პოლტავას ოლქისკენ მიემართება. ასევე ბალისტიკური რაკეტა დნეპრის მიმართულები და ფრთოსანი რაკეტები ჩერნიგოვის ოლქში. რანაბიჯები უნდა გადაიდგეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში. კურიერის ინფორმაციით სამოქმედო გეგმა ორგანიზაცია IRI საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირო მოამზადა აღნიშნული გეგმის თანახმად, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს 1 სექტემბრამდე საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს. გეგმაშია 13 სექტემბერს აქციის ჩატარება, რის შემდეგაც დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლების შტატებში გამგზავრება. სავარაუდოდ სწორედ IRI საქართველოს პროგრამების დირექტორთან შესახვედრად. შადა ფალავანდიშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს და მისგან მოვისმენთ გაკეთებულ კომენტარებს. როგორც ირკვევა, ჯონ დიპირო საქართველოში წლებია ცხოვრობს და ის სარგებლობს აქ ბინადრობის უფლებით, მასთან ნაცნობობას არ უარყოფენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა მას პოზიტიურად ახასიათებენ და გამორიცხავენ, რომ რაიმე სახის დესტაბილიზაციურ გეგმასთან დაკავშირებით დიპიროს შეხება ჰქონდეს ან ამზადებდეს მსგავს რამეს მართველი რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათი აზრით ნებისმიერი სახის კრიტიკული მოსაზრება, რომელსაც შესაძლოა დიპირო გამოთქვამდეს, არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ის არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო მოვლენებს. ჩვენ ვცადეთ თავად დიპიროსთან დაკავშირება და იმის გარკვევა, თუ რას უკავშირდება ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მასთან დაკავშირებით, თუმცა ჯონ დიპირო კურიერის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ჯერჯერობით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. Მსხარად იმ პროცესების გამო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო დახმარების კუთხით განვითარდა ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, IRI ვეღარ ფუნქციონირებს საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, საფრთხილი ადამიანები, ამ ქვეყნის მეგობრები თავისუფლად შეიძლება მოღვაწეობდნენ, ლექციებს ატარებდნენ და საუბრობდნენ და არ მგონია, რომ ახაც გამოხატვის თავისუფლება ადამიანს უნდა შეუძლოს სიტყვის თავისუფლება რაღაც კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით თუ საკუთარ ას გამოთქვას. განსხვავებულია მართველი გუნდის პოზიცია, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას პირდაპირ უკავშირებენ ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენის აგენტებს და იმ გეგმებს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული ოცნების წევრების აზრით, დიპიროც და სხვა პირებიც, რომლებიც პირდაპირ არიან, ასე ვთქვათ, კავშირზე ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ლობისტებთან საზღვარგარეთ, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შექმნან დესტაბილიზაციური ფონი
მილიონი მათ შორის წელს გამოიყენონ ევროკომისიის მიერ, როგორც ოცნებაში ამბობენ, სრულიად უსამართლოდ წამოყენებული წინაპირობა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ყველა გზით სადონ ქვეყანაში შეცვალონ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლება, მმართველ გუნდში განმარტავენ იმასაც, რომ მიუხედავად მცდელობისა ქართული სახელმწიფო იდგა და დგას თავის პოზიციაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სამართლებრივი და ადეკვატური პასუხი გაეცემა. ის ეგრეთ წოდებული რეკომენდაციები და რეალურად შანტაჟის და პირდაპირ დირექტივების მოცემული დირექტივები, რომელიც არავითარ შემხებულობაში არ არის იოტის ოდენა კავშირიც კი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციასთან, Deep State-ის მხრიდან საქართველოში გამოყენებული უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზარდოს პროტესტის მუხტი და ამ პროტესტი გამოყენებული იქნეს არეულობის და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის. ეს არის კლასიკური გეგმა. ასეთი გეგმებიც აბსოლუტურად გვინახავს, ეს არ არის ახალი და სიახლე, ზუსტად იგივე იყო მაგალითად 2024 წელს, 2023 წელს, სადაც პირდაპირ გაიდლაინები გაიცემოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და პარტიული პირებისათვის. ეს იყო ერთი დიდი გეგმისა და ნარატივის გაგრძელება, რომელიც მაგალითად ვიხილავთ მაიდანში. ეხლაც აქვს სურვილი, რომ მაიდანი მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ ესენი ადამიანები არისვენებენ, მათ კიდევ ერთი სული აქვთ იმისთვის, რომ საქართველოში ძალადობრივი ქმედებები წაახალისონ და ამით ისცადონ ქართველი ხალხის დამარცხება და მეორე მხრივ ფაქტი არის, რომ როგორც ჩანს წესით ამ ყველაფერს უნდა ხვდებოდნენ და ასე ამ ფულთან აქვთ საქმე, ვერ ეშვებიან ეს ადამიანები ერთის მხრივ ძალადობის პროპაგანდას და მეორეს მხრივ ამ ძალადობის პროპაგანდაზე ფულის კეთებას. კურიერის ინფორმაციით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მიერ გაწერილი სტრატეგია უკავშირდება 31 აგვისტოს და ევროკომისიის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას ეხება, როგორც ცნობილია, თუკი ევროკომისიის მხრიდან შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოში, ამ შემთხვევაში იგეგმება კონკრეტული საპროტესტო აქციები, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო სექტორისა და აქტივისტების გარდა აქტიურად უნდა მიიღონ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. შათა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რევოლუციას ალტერნატივა არ აქვს, აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც ამ და სხვა ოპოზიციურ პარტიებში კურიერის ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადეს, პროტესტი პასუხია ხელისუფლების ქმედებებზე და ამას დაგეგმვა არ ჭირდება. საქართველოში არეულობის შემოტანის მცდელობებზე საუბრობს ქართული ოცნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი გეგმა, არავის მიერ შემუშავებული გეგმა არ არის. ეს გეგმა არის ქართული ხალხის გეგმა, მათ შორის 4 ოქტომბერს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აუცილებლად ეხლა საფრთხეში უნდა მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, ამის გარდა ალტერნატივა არ არსებობს. საარჩევნო უბნებზე არ წყდება ქვეყნის ბედი, იმიტომ რომ საარჩევნო უბნები აღარ არსებობს ფიზიკურად. ამიტომ რა თქმა უნდა საპროტესტო გამოსვლების ალტერნატივა არ არსებობს და არავის დაგეგმა ქართულ ხალხს არ ჭირდება. რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი პროტესტი, იმიტომ რომ ეს ქართული ხალხის მონოპოლია. ბუნებრივია, ხალხი ამაზე მთავრობას პასუხს მოთხოვს. მას ვიცნობ, როგორც ძალიან დიდი ხანია მე პირადად არ მქონია შეხვედრა, არ შეიძლება წელიწადს მეტია. რაც შეეხება ამ გეგმას, არც ამაზე არ ვიცი არაფერი. ნამდვილად, მე ერთადერთი რამ შეგიძლია გითხრათ, თან კარგად იცით, რომ ჩვენ პირველივე დღიდან იმას საუბრობთ, არჩევნებზე მივდივართ. ეს არის პირდაპირი დასტური, რომ Deep State-ის კონკრეტული მიმართულება იყენებს მოახლოებულ არჩევნებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქნა დაყენებული ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის, სწორედ ამ მიზნებისთვის. თვითონ ამ გეგმაში, რომელიც გაჟღერდა, ბუნებრივია, მოიაზრება იმ რადიკალების საქართველოში მოქმედი კონკრეტული ეგრეთ წოდებული პარტიების, აქ თუ არ ვცდებით, ლეო და გახარიების პარტიებზეც არის საუბარი და ფსევდო სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით ისეთი პროცესების ორგანიზება, რომელიც ადუღებს ტემპერატურას საქართველოში, მოსახლეობას გამოიყვანს ქუჩაში და მათ, ასე ვთქვათ, მათი აქტიური მოქმედებით ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, ზეწოლას მოახდენს ზოგადად საქართველოს მოსახლეობას.
საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკომისია აქვეყნებს Heritage Foundation-ის ინდექსს, რომელიც Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშს შეყრდნობა. ამ შეფასებით სასამართლო ეფექტიანობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას, სხვა კანდიდატი ქვეყნები მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ევროპის ბოლო 4-ელშია. ასევე ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდექსი, ანგარიშები უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებებისაგან, დღეს თემაზე კომენტარები გააკეთეს მოსამართლებმა. ხათუნა გაგნიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ხათუნა, რა შეფასებები კეთდება ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსებზე? თამთა თავდაპირველად ვისაუბროთ ანგარიშზე. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Heritage Foundation-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი და ამ მიმართულებით საქართველოს გაუმჯობესებული შედეგი აქვს 0.5 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს მაჩვენებელი სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით და 100%-იანი სისტემით შეადგინა 55.3%. ანგარიშის მიხედვით საქართველოს შედეგები აღემატება მის სამეზობლოში არსებული ქვეყნების შედეგებს, ისევე როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის შედეგებს. ეს ქვეყნებია პოლონეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო. ასევე საქართველოს შედეგები აღემატება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვის, უკრაინასა და სერბეთის მონაცემებს და როგორც ანგარიში არის აღნიშნული, უკრაინისა და მოლდოვის შედეგები მოხდა ბოლო 4-ელში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0.5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 95.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. პოდსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მე-4 ადგილზეა. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. მოლდოვა და უკრაინა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევროპის უკანასკნელ 4-ელშია და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშის შეფასება ჩვენ ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, მაგალითად ისვეთში აღნიშნეს, რომ ანგარიშს არ იცნობენ, თუმცა ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას კლანი მართავს. არ მაქვს ინფორმაცია რა კვლევაზე საუბრობ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, გავეცნობ კვლევას და ამის შემდეგ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ. რომ მჭირდება, გავეცნობი და თუ რამეა მე შეგიძლია. Heritage Foundation-ის ანგარიშთან დაკავშირებით პირველი შეფასება უკვე გაკეთდა სასამართლო სისტემაში. კურიერი სულ ცოტა ხნის წინ ესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს დიმიტრი გრიტიშვილს, რომელიც სამომავლოდ ამ შედეგების გაუმჯობესებას კიდევ უფრო ელოდება, როგორც მან განმარტა, საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემაში, მათ შორის გაიზარდა მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხი, იმ მოტივითაც, რომ მათი უვადოდ დანიშვნის წესი ამოქმედა, ასევე შევიდა ცვლილებები კანონში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებს გაეზარდათ შრომითი ანაზღაურება და ეს ყველაფერი კი განაპირობებს, როგორც ის ამბობს, უკეთეს შედეგებს, რაც სამომავლოდ მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. სასამართლოს ეფექტიანობა გულისხმობს იმას, რომ სასამართლო მის და მის დაქვემდებარებულ საქმეებს იხილავს მაქსიმალურად სწრაფად და სათანადო კომპეტენციით. ეს სიტუაცია ობიექტურად ასახულია კვლევაში, დოკუმენტურად არის დადასტურებული პროგრესი სასამართლო სისტემის. ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4 სახელმწიფოზე უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს საქართველოს სასამართლოს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. საქართველოს მოსამართლეები არაადამიანური შრომის ხარჯზე, მათი კეთილსინდისიერების მაღალი დონის ხარჯზე და კომპეტენციის ხარჯზე მოიპოვებენ ნდობას მოსახლეობაშიც და სასამართლო სერვისის მიღებაში. ეს დადებითი შედეგები მიღწეული არის იმ არაადამიანური და ორკესტრირებული ცილისწამებული კამპანიის ფონზე, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ მიმდინარეობს. ამ კამპანიაში სამწუხაროდ ჩართული არის ბევრი ძალა, ჩვენი უცხოელი პარტნიორების წარმომადგენლების ჩათვლით, იქნებიან ელჩები თუ სხვა
სუბიექტები, შიდა პოლიტიკური ძალები გარკვეული NGO სექტორი სამწუხაროდ პოლიტიზირებული და ტენდენციური აი ამ ყველაფრის ფონზე სასამართლო სისტემამ ჩემმა კოლეგებმა მოსამართლეებმა დადეს ეს შედეგი რომელთაც ძალიან ვამაყობთ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ასევე Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდის ინდექსი. კვლევა ჩატარდა 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე და შეფასდა 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში არსებული ვითარება. საქართველოს 5 ევროპულ ქვეყანას შორის მოხდა სასამართლო დამოუკიდებლობის ზრდის მაჩვენებლით. მადლობა ხათუნა გაგნიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს გამოძიების ინფორმაციით მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ პირს ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში უკანონო დაღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს. რა დროსაც დაზარალებულმა შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულების სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთში გადასვლას. ეს დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით ყალბიფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა აჭარაში გაასაღა საერთო ჯამში $7,400 ოდენობის 74 ცალი ყალბი $100-იანი კუპიურა. ეს დასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით აჭარის რეგიონში გაასაღა საერთო ჯამში $7,400 ოდენობის 74 ცალი ყალბი $100-იანი კუპიური. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სიცხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის მეორე ნაწილით. პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში საქართველოს ელჩს და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს, ასევე ეგვიპტეში საქართველოს ელჩს ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით ირაკლი კობახიძე მათ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა. ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, იყო ელჩი ლატვიაში, არგენტინასა და შვეიცარიაში. რაც შეეხება ნიკოლოზ აფხაზავას, ისიც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო ელჩი კორეასა და მალაიზიაში. ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლისა იუბილესთან დაკავშირებით ბაკალავრიატის მე-11 და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მე-20 გამოშვებისადმი მიწყვლელი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. წელს ბაკალავრიატის 76-მა იუნკერმა უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი 42 მსმენელმა დაასრულა. დღესვე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. შემოცნებით სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსუკავია. ქართული სამხედრო საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ერქვას ღირსეული ჯარისკაცი ნიშნავს, რომ განუხელად იცავდი ამ პრინციპებს. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულს და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოუდგავს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება. გვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას
ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. ეს არის ის ადგილი, სადაც იწყება ქართველი ოფიცრის გზა, სადაც სწორედ აქ ეყრება ფუნდამენტი პატრიოტულ სულისკვეთებას. იკვეთება მომავალი მეთაურის, ლიდერის ხასიათი. აქ ამ კედლებში წალიბდება ღირებულებათა სისტემა, მყარი სისტემა, დისციპლინა და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება. სამხედრო განათლება პროფესიონალი და ბრძოლისუნარიანი ჯარის ჩამოყალიბების წინაპირობაა. სწორედ ის ავითარებს თანამედროვე ბრძოლის ველზე ეფექტიანი მოქმედებებისთვის საჭირო უნარებს. ამიტომაცაა სამხედრო განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სურს მადლობა გადაგიხადოთ იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც თქვენ მიიღეთ და პროფესიად სამხედრო საქმე აირჩიეთ. ეროვნული თავდაცვის აკადემია დაარსების დღიდან ემსახურება დიდ მიზანს. ეროვნულ ფასეულებებზე აღზრდით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდა ოფიცრებს აძლევს შესაძლებლობას ჩაირიცხონ და ემსახურონ თავდაცვის ძალებში, ემსახურონ სამშობლოს. თავრობის დადგენილებით საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება ადმინისტრაციის ცნობით მსურველებს განაცხადის გაკეთება 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ვებგვერდის HR.gov.gr-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3000-მდე კონკურსზე შეუძლიათ. სტაჟიორად შეიძლება მიიღოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა. სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს ეს ეტაპი. ასევე ოფიციალური ინფორმაციით შერჩევის კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება. კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად, განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ცხადდება სამთვიანი სტაჟირების კონკურსი, აღნიშნული მოიცავს 3000-ზე მეტ ვაკანსიას. მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, სტუდენტს, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან სწავლობს მაგისტრატურაზე, ან 2024-25 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. მთავარი შერჩევის კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. მოუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი, 2000-მდე სტუდენტის და კურსდამთავრებულების მიღება მოხდა სტაჟირების პროგრამაზე წინა შემთხვევაში და შემიძლია გითხრათ, რომ 20-25%-მა გააგრძელა უკვე მუშაობა როგორც სრულფასოვანმა თანამშრომელმა ამა თუ იმ სამინისტროსი, SIP-ის თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის რანგში. ხაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო. განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა გააკეთა. ეპიდეფრინის განცხადებით მთავარი მიზანი ქალაქ ღაზაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. უკვე დავიწყეთ წინასწარი ოპერაცია და ღაზაზე თავდასხმის პირველი ეტაპი. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები კონტროლს უწევენ ღაზის გარეუბნებს. ვაგრძელებთ თავდასხმას ღაზას სექტორზე, რომელიც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისა და სამხედრო ტერორის მთავარი თავშესაფარია. ვაგრძელებთ დარტყმებს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე, როგორც მიწაზე, ისე მიწისქვეშ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით, სანქციები წესდება ამერიკელების და ისრაელელების მიმართ მიმდინარე მუქარის პასუხად. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური პარიზზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, მათ შორის ერთი არის ფრანგი მოსამართლე. ბულინგი და შეურაცხყოფა თანაგრძნობის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში ლევან გაჩიჩილაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები შეაფასეს. ცნობისთვის 61 წლის ასაკში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გუშინ გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი, თუმცა სოციალურ ქსელში დისკუსიის საგანი გახდა შეურაცხყოფელი კომენტარები და განცხადებები. ეს ერთი და სხვა მრავალი. კარმა არსებობს და არა, არ მეწოდება მათი ოჯახი, არ ვუსამძიმრებ, ვიყო სასტიკი. პანთეონში გააქანეთ და ადიდეთ ეს ახლა, ქაშვეთიდან ცხადია. დაანებეთ იმ ძაღლს თავი, იცოცხლოს.
მე რამდენად დასტურდება, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები იქნებიან ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან სრულად დაცლილი ყოველგვარი მორალისგან. აი არანაირი მორალური ღირებულება მათ არ გააჩნიათ ცნობელობა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც არის ადამიანის გარდაცვალება. გარდაცვლილი ადამიანის მიმართ მათ შეუძლიათ ყველაფრის კადრება და ხოლო ის ადამიანები, ვინც ჩვეულებრივად ადამიანურად ისე როგორც ეს ქართულ საზოგადოებაში არის მიღებული და საერთოდ ნებისმიერ ცივილიზებულ მსოფლიოს ნაწილში არის მიღებული, როდესაც უსამძიმრებ გარდაცვლილ ადამიანს, მის ოჯახს, ეს ყველაფერი იქნეს გამოყენებული, ასე ვთქვათ, აი ამ პირის მიმართ, ვინც სამძიმარი გამოხატა ბულინგის ინსტრუმენტად და შეურაცხყოფის ინსტრუმენტად. კარგად აჩვენებენ თავის სახეს, საკუთარ სახეს, მთელი ქვეყნის დასანახად და კიდევ ერთხელ რწმუნდება ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი საზოგადოება, რომ რა თქმა უნდა რადიკალები, რა თქმა უნდა კოლექტიური ნაცმოძრაობა და ის პირები, ვინც ის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტები, ვინც მხარს უჭერენ აი ამ ნეგატიურ რადიკალურ ძალებს, არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს. იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის, საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებს და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის, იზრდება მათთვის სტაციონალური მომსახურების დაფინანსებაც. ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა და შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა. ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებსაც. სიახლე შეეხება იმ მედიკამენტების და იმ ცალკეული პროცედურების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხს, რომელიც ყველასთვის, ვინც დაავადებულია ცისტური ფიბროზით, ყველასთვის თანაბრად აუცილებელია და მოთხოვნადია. გავაცანით ასევე ამ დაინტერესებულ პირებს ის გეგმები სამომავლოდ, რაზედაც სამინისტრო გეგმავს მუშაობას და შესაბამისად მოახლოეს მომავალში როგორი იქნება უშუალოდ შემდგომი განვითარება. უმძიმესი ტვირთი დაკავშირებული ფინანსებთან, რასაკვირველია, მოიხსნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შეძლებს და საკუთარ თავზე აიღებს ცალკეული ხარჯების დაფინანსებას. შეხვედრა ძალიან საინტერესო დიალოგით წარიმართა, სადაც ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც მინისტრმა, ასევე წარმოდგენილმა პირებმა. დაინიცირდება ახალი პროექტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსებაზე. მინდა გითხრათ, რომ მშობლებმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს მინისტრს ამ ინიციატივისთვის. ვთვლი, რომ იშვიათი დაავადებები ნამდვილად მთელ მსოფლიოში არის ურთულესი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ეს სიახლეები, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში შევა ძალაში, იქნება ერთ-ერთი წინადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც ქვია ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პაციენტების უზრუნველყოფა და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს იმ მედიკამენტების ნუსხის გაფართოება, რომლებსაც მიიღებენ ეს პაციენტები. მნიშვნელოვანი სიახლე ეს არის სტაციონარიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის გაორმაგება. თავარი სიახლე გახლავთ ტობრამიცინის შესაძლებლობა. 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის შენდება ბიუჯეტით 15 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე 10 სართულიანი კორპუსის 8 სართული აშენებულია. გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. 26 წლის მარტი-აპრილის მაქსიმუმი უნდა ჩაგვბარდეს სრულად გარემონტებული კორპუსი. როგორც კი მშენებლობა დასრულდება, აქტიური კეთილმოწყობის ტენდერი გამოცხადდება, დასუფთავდება კეთილმოწყობა, გამწვანდება. ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ღირსეულად ცხოვრება. ასეთი მშენებლობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბის, იცით თქვენ, მიმდინარეობს რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში და თბილისში, რა თქმა უნდა.
ეს არის კურიერის 3 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. უკრაინის განათლების და მეცნიერების მინისტრი საქართველოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა ამჟამად გასწერს ოქსენ ლისოვი, გივი მიქანაძეს. წერილში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი გამოცდების ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებზე. უკვე მეოთხე წელია, რაც გვეხმარებით ამ პროცესში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და ძალისხმევას ამ ინიციატივის განხორციელება საზღვარგარეთ შეუძლებელი იქნებოდა თქვენი თანადგომის გარეშე, ასევე გსურს მადლობა გადაუხადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობას დროებითი საგამოცდო ცენტრების შექმნისათვის გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე იმ მასწავლებლებს, კოორდინატორებს, IT სპეციალისტებს, ვისთანაც ჰქონდა პატივი გვეთანამშრომლობ. გითხულობთ წერილში ცნობისთვის. საქართველოს საატესტატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების გამოსწავლას უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. გლდანში, მცხეთასა და ახმეტაში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს იუსტიციის მინისტრი მოადგილესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ჯამში ახლად აშენებულ ფილიალებში 130-მდე ადამიანი დასაქმდება. ოფიციალური ინფორმაციით ამჟამად ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 7 ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სახლი გლდანში ძალიან მალე დასრულდება და გლდანელებს და არა მარტო გლდანელებს, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა ის სერვისი მიიღონ ადგილზე ამ იუსტიციის სახლში, რომელიც მიღება შესაძლებელია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში. ანალოგიურად მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება ქალაქ მცხეთაში, სადაც ძალიან დიდი ნაკადი არის მოსახლეობის. მცხეთა ასევე შესთავაზებს მცხეთის იუსტიციის სახლი ყველა იმ სერვისს მომხმარებელს, ვისი მიღება შესაძლებელია თბილისში. ანალოგიურად უკვე მომდევნო წლის დასასრულამდე დასრულდება მშენებლობა იუსტიციის სახლის ახმეტაში. პირი, რომელსაც სჭირდება ამა თუ იმ სერვისის მიღება იუსტიციის სახლში, არ დარჩეს მომსახურების გარეშე. ეს არის იუსტიციის სახლის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ვიყავით ახმეტაში, მცხეთასა და გდანის იუსტიციის სახლებში. მშენებლობის პროცესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სახლისთვის, რადგან ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ ის 500-მდე სერვისი, რომელსაც მთელ ქვეყანას თავაზობს იუსტიციის სახლები. ქალაქ ახმეტაში მოვინახულეთ იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში იქნება რიგით მე-20 იუსტიციის სახლი, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. ბუნებრივია, იუსტიციის სახლის დასრულების შემდგომ მოსახლეობას საშუალება იქნება 500-ზე მეტი სერვისი მიიღოს კომფორტულ გარემოში და ასევე იუსტიციის სახლში დასაქმდება 15-მდე ადგილობრივი მოსახლე. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. პირველ ეტაპზე მეოთხე და მეხუთე საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება თითქმის 2,5 მილიონი ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოფიციალური ინფორმაციით ბოლო 4 წელში რუსთავში გამაგრება რეაბილიტაცია 78 კორპუსს ჩაუტარდა. პროექტი, რომელიც რუსთავში ხორციელდება, ასობით რუსთაველის ყოველდღიურობა შეცვლის. მესხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 2 კორპუსზე, რომელიც ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით მოხდება, რაც საბოლოო ჯამში მაცხოვრებლებს დაუზოგავს კომუნალურ გადასახადს, ასევე მოაწესრიგებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას. რეაბილიტაცია მოიცავს კორპუსების შეღებვას, ენერგოეფექტური მასალების შეფუთვას, აივნების განახლებას, ხის ძველი კარფანჯრების თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარფანჯრებით შეცვლას. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმ ეფექტს, რომ მოსახლეობა შეუმცირდება კომუნალური გადასახადები. დაახლოებით 1000 მოსახლე იგრძნობს იმ სიკეთეს, რომელსაც ეს პროექტი მოიტანს. განათლების მინისტრი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბაკურიაში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ. 8 დღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. საპატრიარქოსთან არსებულმა თეატრალურმა დასის წევრებმა წარმოდგენა გამართეს.
ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარი ბანაკების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი. მნიშვნელოვანი იყო ის საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სპეციფიური აქტივობები, რომელიც მათში ლიდერობის უნარების გამოვლინებას და განვითარებას უწყობდა ხელს. მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები. მე მიხარია მათი ჩართულობა ესეთ ბანაკებში, სადაც ისინი ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, ლიდერულ თვისებებს, რაც საომავლოდ მათ გამოადგებათ. მათ ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ ნდობის აღდგენასა და შერიგებაში. გვიტარდებოდა სახალისო აქტივობები, როგორც სპორტული, ასევე სამაგიდო თამაშებს ვსამაშობდით, ვიღებდით მცირედ ფილმებს და შეგვძინა ამ ბანაკმა უმთავრესი ერთმანეთი. მინდა მადლობა გადაუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ბანაკის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა. ხამის სერენადა ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი გუშინ აიღო. საღამოში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აღიარების მქონე იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტრო დარკი, ასევე მარიამ ბუგიანიშვილი, ორკესტრის საქართველოს ვირტუოზები და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. ფესტივალი 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად ბორჯომში დღეს გაიხსნა ჩვენი ფესტივალი. უამრავი ოვაციები. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამდენ ხალხს ბედნიერება მივანიჭეთ. ბორჯომის მსმენელი განსაკუთრებით გვიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის გულმხურვალედ გვაჯილდოვებს ხოლმე აპლოდისმენტებით, ძალიან თბილად გვიღებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ვესწომროთ ხოლმე ბორჯომს. ამჯერად ეს იყო ჩვენი რაღაც სასწაული მაესტრო მარიო პიეტრო დარკი, ბანდონეონზე გენიალური შემსრულებელი, რომელმაც ფანტასტიკური საღამო აჩუქა ჩვენთან ერთად ბორჯომელებს. დიდი სიხარულით და ართოვანებით მიიღო პუბლიკამ, ბედნიერები ვართ ძალზედ. ახლა კი ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში. გახსნითი კონცერტი ბათუმში გაიმართება 22 აგვისტოს. ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მამუკა ჩარკვიანს მსმენელი ცნობილი სიმღერებით 1995 წლიდან იცნობს, ასრულებდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის ლიგის პირველი პრემია ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა. სიმღერისთვის მწვანე რტოები, მე-20 საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი, სიმღერისთვის მაღლა და მაღლა, ოქროს დისკი სიმღერებისთვის ჩემი აღარ ახარ, გაზაფხული, აპრილი და დედის ჯერი. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. დღეს ყველა ამბავი რცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი რჯის მე ამით გემშვიდობებით 6 საათამდე დროებით.